Good. ხო და რაღაცა რა ვიცი. ნახე ყველა. მოგესალმებით ყველას. დღევანდელი ჩვენი პრესკონფერენცია ეხება კამპანია ეს შენ გეხებას სამომავლო გეგმებს, როგორც იცით, რამოდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი მოსვენებთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე განვაცხადეთ ჩვენი პრეტენზია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კანონი რომელიც მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ ცალსახად არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ამ ცვლილებებით ფაქტიურად შეიცვალა ის პროგრესული დებულებებიც რომელიც პარლამენტმა მიიღო აგვისტოში. გარდა ამისა იმასთან დაკავშირებით თუ ექნება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალება რომ პირდაპირ მოусმინოს ყველა ორგანოს გვერდისავლით მოусმინოს კონკრეტული მობილური ოპერატორების აბონენტებს ამასთან დაკავშირებით არაფერი არ შეცვლილა. ის ტექნიკური საშუალებები რომელიც ამის საშუალებას აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება და რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მას იგი ხდება თვითონ ამ სისტემის ნაწილი და ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს რომ მთელი მოსვენების სისტემა ზედამხედველობის და მონიტორინგის გარეშე რჩება. ჩვენ ვფიქრობთ რომ ის კანონია რომელიც პარლამენტს არ უნდა მიეღო. ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი აქტივობების გაგრძელება. როგორც იცით, კამპანია ეს შენ გეხებაში გაერთიანებული ორგანიზაციები მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის რომ გაუქმდეს ის დებულებები რომელიც მიღებული იქნა პარლამენტის მიერ, რადგანაც ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს რომელიც გაწერილი არის საქართველოს კონსტიტუციაში. შესაბამისად ჩვენ გვაქვს იმედი რომ ამ საქმეს ჩვენ მოვიგებთ და საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს ამ დებულებებს რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს საქართველოში. გარდა ამისა კამპანია ეს შენ გეხება შეეცდება რომ მაქსიმალურად გააფართოვოს ეს კამპანია და ჩართოს არა მარტო ის არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც მუშაობენ მართსაჯულების და ადამიანის უფლებების საკითხებზე, არამედ ისინიც რომლებიც ზოგადად იზიარებენ ჩვენს პოზიციას, რომლებიც ფიქრობენ რომ ქვეყანაში უნდა იყოს დაბალანსებული სისტემა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ერთის მხრივ იქნას უზრუნველყოფილი რა თქმა უნდა მოქალაქეების უსაფრთხოება, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე პოლიცია უნდა ცდილობდეს რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობდით. ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენ თანამოაზრეების გაერთიანებას შევძლებთ ამ იდეის გარშემო და მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, აქტიურ მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ შემოგვიერთდეს ჩვენ ამ ბრძოლაში. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები, რომლებიც ცდილობდნენ და რომელთა იდეაც არის ის, რომ ეს ეგრეთ წოდებული გასაღები გავიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. თქვენ იცით, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ფაქტიურად რამოდენიმე კანონპროექტი შეიქმნა, რამოდენიმე მოდელი შეიქმნა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ კომპრომისულ ვარიანტამდე მივიდეთ იმისთვის, რომ ყველა ის ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ აი ამ სისტემის რეფორმა მოხდეს ქვეყანაში, ჩვენთან ერთად ჩვენ მათთან ერთად გავერთიანდეთ და ფაქტიურად ეს ბრძოლა ასევე გადავიტანოთ
თავიდან დავიწყოთ, ასე ვთქვათ, საქართველოს პარლამენტში და ამ კონსულტაციებს ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. ასევე ჩვენ დავგეგმავთ კრეატიული ტიპის აქციებს თბილისში და რეგიონებში და შევეცდებით, რომ ამ გზით ასევე მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას იმისთვის, რომ საზოგადოების აქტიური და არააქტიური წევრები ჩვენ შემოგვიერთდნენ ამ მოქმედებებში, ამ ბრძოლაში და ვფიქრობთ, რომ ეხლა ჩვენ ნამდვილად არ უნდა გავჩერდეთ, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველაფერი ჯერჯერობით ყველაფერი არ არის დაკარგული, ვფიქრობთ, რომ ჩვენ თუ კი ვიქნებით აქტიურები და ჩვენ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება, რა თქმა უნდა, ამ მიზანს მივაღწევთ და იმედი გვაქვს, რომ აქტიური მოქალაქეები და ზოგადად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენ შემოგვიერთდებიან ამ ბრძოლაში. დიდი მადლობა. კონკრეტული რიცხვის თქმა რთულია, მაგრამ პრინციპში რთულიც არ არის, უბრალოდ კონკრეტული რიცხვი არ არის დახებული უახლოეს მომავალში. საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა უკვე დაიწყო. მე მგონი გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შეგვიძლია, მაგრამ საკონსტიტუციო სარჩელი ჯერ შედგენილი არ არის, ეს ასე არ არის. საკონსტიტუციო სარჩელი არ არის იმ სახის დოკუმენტი, რომ 2-3 დღეში შედგეს და გაიმართოს. მას ჭირდება სერიოზული მუშაობა და ჩვენ ცხადია გსურს, რომ რასაც დავგეგმავთ და გავაკეთებთ, ნებისმიერ მოქმედება იყოს პროფესიულად მაღალ დონეზე შესრულებული, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი. ჩვენ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი დავუშვათ ეს სარჩელი შევა კამპანიის სახელით თუ კამპანიაში შესული ორგანიზაციები ცალ-ცალკე ინდივიდუალურ რეჟიმში მიმართავენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა რომ მივმართავთ ეს გადაწყვეტილი საკითხია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიღებული კანონი მოდის კონსტიტუციურ ნორმებთან წინააღმდეგობაში. სხვათა შორის აქვე ვიტყოდი, რომ თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობა რიგ შემთხვევაში აზრს ეკითხება ხოლმე ვენეციის კომისიას, როდესაც სურს ამა თუ იმ საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება. მე მიმართავდი მათ თხოვნით, რომ თუ ისინი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ მიიღეს მართლაც კარგი კანონი, გადააგზავნონ ეს კანონი ვენეციის კომისიაში და მოისმინონ ვენეციის კომისიის მოსაზრება. მაგალითად, ასეთი პრაქტიკა იყო საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე, სხვა კანონზე, გააკეთონ ამ შემთხვევაშიც ეს სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ვენეციის კომისიისადმი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია არ განიხილავს ჩვენს მიმართვას, იმიტომ რომ ვენეციის კომისია იმსჯელებს ამ პროექტზე თუ კანონზე იმ შემთხვევაში თუ იქნება ოფიციალური სახელმწიფო ორგანოს მიმართ. ამიტომ თუ ისინი მიმართავენ, ეს ძალიან კარგი იქნება. არა, ჩვენ ვერ მიმართ ვენეციის კომისიას, ჩვენ ვერ მიმართავთ. მაგრამ თუ მიმართავენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, იქნება ძალიან კარგი. მოვისმინოთ ევროპელი ექსპერტების პოზიცია კიდევ ერთხელ. მართალია ჩვენ ვიცით მათი პოზიცია და ეს პოზიცია არ არის ასახული მიღებულ კანონში, მაგრამ ამ შემთხვევაში ის იყო დამოუკიდებელი რამდენიმე ექსპერტის პოზიცია. ეხლა მოვისმინოთ, რომელიც რა თქმა უნდა ემყარებოდა ევროპულ გამოცდილებას ამ თვალსაზრისით. ეხლა მოვისმინოთ ვენეციის კომისიის მოსაზრება, კარგი იქნება. რაც შეეხება, მე აღარ ვისაუბრებ დეტალებზე ჩვენი პოზიცია რა იყო, რა მიიღეს და ასე შემდეგ. მე უბრალოდ რამდენიმე რამ მინდა თქვა, რომ რა არის ცუდი ამ პროცესში? ცუდი არის ის, რომ ძალიან დიდი რესურსი იხარჯება ჩვენის მხრიდან ერთის მხრივ, მეორეს მხრივ სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოების მხრიდან, პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა იმაზე, რაზეც სამწუხაროდ ამხელა დრო არ უნდა იხარჯებოდეს. რაზეც არის
როგორც პრეზიდენტმა პირველი ვეტოს დადების დროს განაცხადა საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ მაქსიმალურად ისეთი მოდელი იქნეს მიღებული, სადაც სამართალდამცავ ორგანოებს არ ექნებოდათ შესაძლებლობა უკანონო მოსმენების გაგრძელების. ამაზე თანხმდება საზოგადოება როგორც ასეთი, თუმცა ეს შეთანხმება ამ კანონში ვერ აისახა. რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს რესურსი ჩვენ რომ მიგვემართა სხვა რეფორმებზე, რომელიც ასევე დგას ქვეყნის დღის წესრიგში, ცხადია კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ კვლავ ხარჯავთ ამ რესურსს და როგორც ჩანს მოგვიწევს დახარჯვა, სწორედ ამაზე ვსაუბრობ დღეს, რომ კამპანია დაგეგმავს და განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს და ცხადია ჩვენ ვისურვებთ, რომ ეს არ გავიკეთებინა და ჩვენი ძალისხმობა მიგვემართა ასევე მნიშვნელოვანი სხვა გამოწვევების მიმართ, რის წინაშეც არის ქვეყანა. ასევე ცუდი პროცესია ის, რომ აი ამ პროცესში აზრთა სხვადასხვაობის პირობებში რიგ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებულ აზრს არცევენ პატივს. ჩემთვის პირადად მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ პოზიციის, რაც მაგალითად ჰქონდა შესესეს ან უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ჩვენ მათ არ მივიჩნევთ, ასე ვთქვათ, მტრებად და ქვეყნის მტრებად, რომ მათ ეს ჩაიდინეს და დაღუპეს ქვეყანა. მე პირადად ეს დამოკიდებულება ცხადია არ მაქვს და არ უნდა გქონდეთ არც მათ ეს დამოკიდებულება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. პირიქით მათ შეეძლოთ, რომ ეს პროცესი პოზიტიურადაც წარმოეჩინათ, იმიტომ რომ უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა სწორედ დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამის მაგივრად მოვისმინეთ ის, რომ რა ცუდი ყოფილა პრეზიდენტი, რომ გამოიყენა ვეტო, რომ ვეტო არ არის თოხი, რომელსაც როცა გინდა მაშინ მოიქნევ და ასე შემდეგ. არ არის ეს, მე ვფიქრობ, სწორი განცხადებები. მე ვფიქრობ, რომ ვეტო სწორედაც ის თოხია, რომელიც პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა მოიქნიოს, როდესაც დაინახავს, რომ საკანონმდებლო ბოსტანში შეერია ისეთი საშიშსარეველა, რომელიც ემუქრება ადამიანის უფლებებს. ამიტომ პრეზიდენტი ჯერ ვერ გავიგე, რატო აი თითქოს ისე წარმოჩინდა ეს პროცესი, რომ ბევრჯერ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო, პრეზიდენტმა სულ ორჯერ გამოიყენა ვეტო და ორივეჯერ გამოიყენა ამ კონკრეტულ საკითხზე. და სხვა შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტოს ლიმიტირება წარმოუდგენელი რამე, ასევე ჩემთვის მიუღებელია კატეგორიულად ის პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ზაქარიას პირადად პატივს ვცემ, რაც მან დააფიქსირა პრეზიდენტის ვეტოს შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოს ვეტო, როდესაც კონკრეტული კანონი წინააღმდეგება კონსტიტუციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მოსაზრება არ არის რელევანტური, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ჯერ ეგერთ. მეორეც რეგლამენტში პირდაპირ არის მითითება, რომ როდესაც პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს კანონ პროექტს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა იყოს ასახული კანონ პროექტში. შესაბამისად ეს სწორედ ნიშნავს იმას, რომ შინაარსში უნდა შევიდეს პრეზიდენტი. ამიტომ ისეთი განცხადებები, რომ როგორ გავედა პრეზიდენტმა, რომ შინაარსში შევიდა, არის მიუღებელი და ამოვარდნილი მოქმედი რეგულაციიდან, იმიტომ რომ კანონმდებლობა სწორედ თხოვს პრეზიდენტს იმას, რომ შევიდეს შინაარსში. სხვა შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ ვეტოს არსი, თუ პრეზიდენტი არ იტყვის შინაარსობრივად რა არის მისთვის მიუღებელი, მაშინ საერთოდ ვეტო როგორ უნდა გამოიყენოს, ხო? ამიტომ არ უნდა წარმოჩინდეს ისე, რომ ვიღაცის მტერია ამ პროცესში, ყველა ინსტიტუტს აქვს თავისი პოზიცია და ეს არის ჯანსაღი პროცესი, მაგრამ სამწუხაროდ ამ ჯანსაღ პროცესს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯანსაღი შედეგი არ მოჰყვა. და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს შედეგი შეიცვალოს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება და დრო გამოცდის იმ კანონ პროექტს, რაც უკვე მიღებული იქნა. და იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება. კონსტიტუციო თემა რო ამბობთ, რომელ ნორმებს ეწინააღმდეგება კონსტიტუცია? ამ საკითხზე მე დაკონკრეტებისგან ჯერ შევიკავებ თავს, იმიტომ რომ ეს არის მუშა პროცესი და არ არის დასრულებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ კონკრეტულ მუხლზე არ იქნება საუბარი, მაგალითად მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლზე არ იქნება საუბარი, იქნება ასევე სხვა მუხლებზეც. ამის შესახებ ჩვენ დამატებით ინფორმაციას მოგაწვით იმ შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც უკვე საკონსტიტუციო სარჩელი იქნება მზა პროდუქტი. ახლა ეკა საუბრობდა, რომ პარლამენტში იქნება თანამშრომლობა, რომელ პოლიტიკურ სუბიექტებთან გეფორმოთ თქვენ? აი ამ
ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი რა ქვია იმ პოლიტიკურ სუბიექტს რომელიც არის პარლამენტში და რომელთანაც მოგვიწევს თანამშრომლობა ჩვენთვის მთავარია ის პოლიტიკური სუბიექტი რამდენად იქნება მზად თანამშრომლობისთვის ამიტომ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ამ პროცესში რა პოზიცია ჰქონდა რესპუბლიკელებს ვიცით რომ ჰქონდა პრინციპული პოზიცია რომ გასაღები არ უნდა ჰქონდეს შესაძლოა თავისუფალ დემოკრატებს ვიცით რომ ჰქონდა პოზიცია რომ გასაღები არ უნდა ჰქონდეს შესაძლოა ეს პოზიცია ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას ეს პოზიცია ჰქონდა თვითონ უმრავლესობის შიგნით დეპუტატებს ამიტომ ცხადია ყველა ამათთან ჩვენ მოგვიწევს თანამშრომლობა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არ ვაპირებთ შეხვედრას უმრავლესობასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდებით და კიდევ ერთხელ ალბათ მოგვიწევს ახსნა იმისა, რომ რატომ არის ცუდი და რატომ არის კარგი ის კანონპროექტი, რასაც ჩვენ შევთავაზებთ, მაგრამ თუ არ გვიჯერებენ ჩვენ, დაუჯერონ უცხოელ ექსპერტებს და თუ იმათაც არ უჯერებენ, დაუჯერონ ვენეციის კომისიაში გააგზავნონ ეს კანონპროექტი და ნახავთ, რამდენად იქნება კრიტიკული ვენეციის კომისიის მე არ მგონია რომ ეხლა მოხდება ამის დაჯერება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პროცესი არის სწორედ იმისთვის, რომ შენ გამოიყენო ყველა შანსი, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმრავლესობაშიც არიან დეპუტატები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიციები და მოკლედ მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ რადგან მათ ამ მომენტამდე ჰქონდათ ასეთი პოზიცია, მომავალში ამ პოზიციას არ შეცვლიან. შეიძლება ვერც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ თემაზე დაუშვათ უმრავლესობაში ასეთი აზრთა სხვადასხვაობა იქნებოდა, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები განსხვავებულ პოზიციებს დააფიქსირებდნენ, მაგრამ ეს მოხდა. ასევე არ არის მომავალში გამორიცხული, რომ სხვებმაც შეიცვალონ პოზიცია, ამიტომ წინასწარ აპრიორი ვინმესთან თანამშრომლობის და შეხვედრების გამორიცხვა ჩემი აზრით არასწორია, ამიტომ ჩვენ მაგზით მე ჩემი პირად დამოკიდებულებას გეუბნებით არ წავალთ. ჩემმა მეგობრებმა უკვე ბევრი ისაუბრეს, ამიტომ მე არ გავიმეორებ იმას, რაც თქვეს. დიახ, მე არ გავიმეორებ, რაც აქ ითქვა. რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღება, ჩემი აზრით, პირველი კონსულტაციები, რაც მალე დაიწყება, უკეთესია, პრინციპში ჩვენ შევიკრიბებით კიდევ ერთხელ და მე ვფიქრობ, რომ არ არის გადასადები და საუბარს კარგი იქნება თუ ამ კვირაშივე მოვახერხებთ ამის დაწყებას, საუბარს ამ ჩვენს ასე ვთქვათ კოლეგებთანაც და პოლიტიკურ ორგანიზაციებთანაც. ეს ერთი, ხა რაც შეეხება პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მე უბრალოდ მინდა დავამატებ, გაჟღერდა ეს საკითხი, აქ მარტო პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ორგანიზაციებზე არ არის საუბარი, ჩვენ პროცესში ვხედავდით, რომ პარლამენტის გარეთაც არსებობენ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან მყარად და აქტიურად უჭერენ მხარს იმას, რომ ის სისტემა, რომელიც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს, მათთანაც გვექნება საუბარი, იმიტომ საბოლოო ჯამში ეს არ არის მარტო პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის საქმე, ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის თუ თითოეული მოქალაქის საქმე, აქედან გამომდინარე ჩვენ გავაფართოვებთ აუცილებლად იმ რესურსს, რომელიც გაგვაჩნია და რესურსი დიდია, იმიტომ ეს დავინახეთ აი იმ უპრეცედენტო მობილიზაციით, რომელიც გაკეთდა. ნახეთ, ალბათ ხო ამდენი დეპუტატი არ ყოფილა პარლამენტში, მას შემდეგ რაც ერთმანეთს ულოცავდნენ, თუმცა ისინი გახდნენ დეპუტატები. ნუ რახან ესეთი ფორმა მიიღო ამას, ჩვენს გავაძლიერებთ ჩვენს შესაძლებლობებს და დამიჯერეთ ამის რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია. აი აქ ჩამოთვლილი გონიზდებებიდან შედეგი რა დადგება? იცით რა, შედეგი დადგება ის, რომ დარწმუნებული ვარ, მე პირადად და დარწმუნებულები არიან ჩემი მეგობრები, რომ საქართველო აუცილებლად გადალახავს აი ამ პოლიციურ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სისტემას რა, რომელიც
რომელიც ხელი შემშლელია ქვეყნის განვითარებისთვის, ქვეყნის დემოკრატიისთვის, დემოკრატიული გზით განვითარებისთვის, დემოკრატიზაციისთვის, რეფორმების საპირისპიროდ არის ეს სისტემა. აი მე ერთს გეტყვით, რომ ამ ვითარებაში არაერთხელ გვითქვამს ზოგიერთ შემთხვევაში ირონიულადაც კი, მაგრამ მე დავინახე, რომ ქვეყანას მნიშვნელოვნად მართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აი ეს არის პარადოქსი, იმიტომ რომ მათი პოზიცია აღმოჩნდა მთავარი დეპუტატები გავდნენ ნოტარიუსებს, რომლებიც უფორმებდნენ ამ გადაწყვეტილებებს, არგუმენტები არ ისმოდა, არამედ ისმოდა ის, ასე ვთქვათ, დაწერილი, წარმოიდგინეთ, იგი კანონი დაიწერა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ფრაზეოლოგია ფაქტიურად ისეთი იყო, რასაც ვისმენდით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავს უმიცა უფლება, რომ უპასუხისმგებლო უწოდა საქართველოსში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს, პრეზიდენტს და ეს თითქოს არაფერია, რომ რა მოხდა ახლა. შეიძლება ეს ეს ნიშნავს სხვა რამეს, ეს ნიშნავს, რომ მათ მინისტრის მოადგილეს თავი მიაჩნია უფრო მნიშვნელოვან ფიგურად და ის აძლევს თავს უფლებას პოლიტიკურ დისკუსიაში შევიდეს პრეზიდენტთან და მას უწოდოს უპასუხისმგებლო. წარმოუდგენელი რამე არის ეს დემოკრატიულ ქვეყნებში 5 წუთიც ვერ გაჩერდებოდა ესეთი ადამიანი თავის თანამდებობას. დაუწყვა ფაქტიურად პარლამენტი შინაგან საქმეთა, დანებდა პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს. იცით რა, აქ პრობლემა არის ის, რომ ძალიან კარგად ესმის ბევრ მათგანს იმ დეპუტატს, რომელმაც ხელი აწია და თუ თითი დააჭირა, თუ როგორც არის ხმამიცა აი ამ ცუდ კანონს, მათ ძალიან კარგად იციან. ისინი ხშირად არაოფიციალურად გამოხატავენ თავის უარყოფით დამოკიდებულებას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ბედავენ დღეს და ეგეც დიდი პრობლემაა, რომ დეპუტატების ნაწილი ზოგიერთ ნაწილს შეიძლება არ ესმის ის საერთოდ რა წერია. იცით ალბათ, აი ტრანსპარენსის კვლევაა, დეპუტატები არსებობენ, რომელსაც არც კანონ პროექტი დაუწერიათ, არც პარლამენტში გამოსულან სიტყვი და არც კომიტეტზე. ხა ასეთ დეპუტატებზე არ ლაპარაკო, რატო არიან ის არ ვიცი, რატო უხდით იმათ ხელფას, ეს არ ვიცით, მაგრამ ბევრ მათგან ძალიან კარგად ესმის თუ რა ცუდ კანონს მიცეს ხმა. ამიტომ აქ ლაპარაკი იმაზე, რომ რაც მეტად იქნება საზოგადოება ინფორმირებული და ჩვენც ეს გვინდა, რაც მეტად იქნება ზეწოლა, რომ ჩვენ გვინდა ყველას ერთად დემოკრატია, მით უფრო მეტად გაუჭირდება აი ამ ძალოვან ინსტიტუტს და უფრო მეტად გაუჭირდებათ იმ დეპუტატებს მთელი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდე და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. არავის ეგონოს, რომ რახან ეხა ხელი გადაუგრიხეს იქ პარლამენტში ვიღაცებს, ამით დამთავრდა პროცესი, არ დამთავრდა პროცესი, მეცაც გეტყვით, რომ აი ამ კანონ პროექტებმა აჩვენა თუ რამდენად რთული და სისტემური პრობლემებია ქვეყანაში და პრობლემა მარტო მოსმენებს არ ეხება, პრობლემა ეხება იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აუცილებლად ჭირდება რეფორმა, პროკურატურას აუცილებლად ჭირდება რეფორმა და ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენ უფრო ფართო დავინახოთ პროცესი და უფრო მეტი რამ შევცვალოთ ქვეყანაში. ბატონაშა, თქვენ ალბათ ამ პროცესში აპირებთ ხელახალი ალტერნატიული წინადადებებს. ჩვენ აუცილებლად შევიმუშავებთ წინადადებებს, ვარიანტები არსებობს. ეხლა ამ წუთას ძნელი იქნება ყველაფერზე ლაპარაკი, როგორი სქემით შეიძლება ახალი ვარიანტი შევთავაზოთ, უბრალოდ შეიძლება აქვე ითქვას, რომ ჩვენ ძალიან არ მოგწონს ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს პრაქტიკულად უკონტროლო წვდომა ინფორმაციაზე და ეს არის ბერკეტი ყველაზე. ის კი არ არის, რომ ვიღაცის ინტიმურ ცხოვრებას არკვევენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერევიან უკანონოდ, ისინი ბიზნესის პროცესებში ჩაერევიან უკანონოდ, ადამიანის ცხოვრებას ჩაერევიან უკანონოდ და ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ. და ეს არის სპეკულაცია, როცა ლაპარაკობენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ამიტომ აუცილებლად იქნება იმ პრინციპში გათვალისწინებული ის, რომ ეს სისტემა იქნება გარეთ. აუცილებლად იქნება ისიც გათვალისწინებული, რომ არ შეიძლება ინსპექტორი იყოს სისტემის შიგნით, ის უნდა იყოს სისტემის გარეთ. არ შეიძლება ეს კონტროლი და აუცილებლად ასევე ჩვენ ვიფიქრებთ უშიშროების მიზნებისთვის განხორციელება, იმიტომ უშიშროების სისტემები დღევანდელი მოქმედი კანონით პრაქტიკულად გარეთ არიან, აბსოლუტურად გარეთ არიან კონტროლის. ესეც იქნება მომავალი ჩვენი, ასე ვთქვათ, წინადადება, რომ ისინიც უნდა მათზეც უნდა არსებობდეს კონტროლი. ყველგან არსებობს კონტროლი საქართველოს გარდა. საქართველოში არავინ რეალურად არ ახორციელებს კონტროლს უშიშროების სისტემებზე.
იმიტომ რომ კანონია ცუდი, იმიტომ რომ უნარო პარლამენტში შესაბამისი კომიტეტები მათ არ აინტერესებთ უსაფრთხოების სისტემა. მაშინ როცა ნახეთ დასავლეთის ქვეყნებში ყველაზე აქტუალური საკითხები სწორედ უსაფრთხოების საკითხებია. ბოდიში. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმოქმედებით. ბოდიშ გიხდით. იცით რა არის გაუგებარი? ვარეთ უცხოწოდებს თუ არაკან საკონსტიტუციას ასამართლო. ეს წარმოადგენს კონსტიტუციას არ შეესაბამება. უკან როგორ მოაწყო დაიწყება. რა მექანიზმი გავიგეთო თქვა და მიიღო თუ საკონსტიტუციო ნორმა ყველაფერი წესით აი მე ანუ კანონის შეცვლის ორი გზა არსებობს. ერთი არის საკონსტიტუციო სამართლო, მეორე არის პარლამენტი. საკონსტიტუციო თუ არ ეცნო არაკონსტიტუციურად, მაშინ პარლამენტმა უნდა შეცვალოს. ანუ თუ საკონსტიტუციო რამდენად რეალურია ის, რომ ამ უმრავლესობამ, რომელიც ეს კანონი მიიღო, თავად შეცვალოს ეს არის. ამ ეტაპზე არ არის რეალური ჩანს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც რომელიღაც ეტაპზე არ არის რეალური ჩანს, მე ხდება ხოლმე რეალური და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ესე იქნება. და სამართლებრივად რა ხდება იმ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ეს არის არაკონსტიტუციური. ძალა დაკარგულად ჩაითვლება ის ნორმები და შესაბამისად პარლამენტს მოუწევს ახალი რეგულაციის შემოღება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ის ძველი ვერსია რაც აგვისტომდე არის გამოვიჩენთ ასე. ის არის ხო არა? ლოგიკა და ამავე ლოგიკით ის უნდა ყოფილიყო. ჩვენ საიას აქვს სამი საკონსტიტუციო არჩელი ამ თემაზე მოგებული საკონსტიტუციო სასამართლოში. იქ საჩივდებოდა სხვადასხვა მუხლები, მათ შორის ის რომ ადრე იყო საერთოდ ის რომ მოსამართლე საერთოდ არ იყო ამ პროცესში ჩართული მაგალითად. და საიას საკონსტიტუციო არჩელებმა განაპირობა ის რომ მოსამართლე პროცესში ჩაერთო. ეს არ არის ბრძოლა, რომელიც თავად რამდენიმე თვეში დააყენებს შედეგს. ეს გრძელვადიანი პროცესია წლების განმავლობაში ცდილობს რომ ეს დავიდეთ არჩევნები. ისე არ უნდა იქნას გაგებული რომ მანამდე რას ვაკეთებ, მანამდე ბევრი რამ მეკეთებოდა, ვინც ამ კითხვას სვამს, ჯერ მან უპასუხოს თავისივე დასმულ კითხვას, თვითონ რას აკეთებდა მანამდე და მერე დაუსვას სხვას. თვითონ ხელგაწვილი და ვიღაცების კაბინეტების საკითხი. ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თორე შემდეგ პარლამენტში. შემდეგ არა. შემდეგ ეს იქნება არა, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას 2-3 თვეში. მას შეიძლება 1 წელი დაჭირდეს გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება მეტი. ასევე საერთაშორისო მიმართულებითაც ჩვენ არც ერთ შანსს არ გაუშვებთ ხელიდან და ყველგან ვიტყვით, რომ ეს არის პრობლემა, ამას აუხსნით რა. ეს მარტო ჩვენი პრობლემა, რა თქმა უნდა. შიგნით, გარეთ, ყველა ყველა კანონიერი გზას გამოვიყენეთ, აუცილებლად. აუცილებლად. ეს ჩვენი მოქმედების შედეგად არჩევნებიც აწოლდება 2 წელიწადში და თვითონ ამორჩეველიც გავაკეთოთ არჩევნებს და ესეც იქნება ერთ-ერთი შედეგი. ეს ჩვენ ყველა ნახოთ. ნუ ხართ ესეთი. 2 წელი არ იღებდნენ ნიშნავს, სხვა შორის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩა. პოზიტიური ნაწილი, დიდი ნაწილი არსებობს იმ კანონებში. ისე არ არის, რომ ესე მარტივად არ არის საქმე რა. აი მე ვფიქრობ, თუ პარლამენტი თქვენ შეთავაზებას მიიღებს და დაიწყება განხილვა, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო არ არის აუცილებლად გამოსათხოვე. ეს იქაც შევიტან და იქაც გავაგზავნებ. საკონსტიტუციო არჩევის მომზადება როგორც მე არ არის, ხო დაწყებული არის, მაგრამ ამას დრო დაჭირდება დასრულებას. ჩვენი სამოქმედო ფირმა, რომელიც ხო, რა პერიოდია გაქვთ, რომ ალბათ არ გაქვთ ის ილუზია, რომ აი მე გეტყვით რა, ჩვენ ბოდისვიფტი შეიძლება დავიგე. პირველი, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო აქტივობები, რაც დაიწყო თითქმის 2 წლის წინ. 2 წლის განმავლობაში მე პირადად არც მახსოვს, რამდენჯერ ვიყავი პარლამენტში ჩასული.
ასე რომ არ მე მგონი ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. ხო 2 წელიწადი ამისთვის ვიბრძვით, სწორედ აი ამ ფორმით და ასევე გავაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ რომ ჩვენთვის აი ძალიან პრინციპული საკითხი და არ მოვეშვებით სანამ არ გავალთ ბოლომდე რა. ასე რომ დაგჭირდება 1 წელი, გავაგრძელებთ 1 წელი, დაგჭირდება 2, გავაგრძელებთ 2 წელი. ეს არის მუდმივი პროცესი, იმიტომ რომ ტექნოლოგიებიც ვითარდება და თუ ეს საკითხი წესიერად არ გადაწყდა, ძალიან ძნელი იქნება ქვეყანაში რეალურად დემოკრატიულ პროცესებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელსაც პოლიტიკური მართველი ძალა იყენებს მისი ოპონენტების წინააღმდეგ. ეს რომ დატოვო, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ესა ხარ რა და დაზიანებულია შენი პოლიტიკური სისტემა. ამიტომ გავაგრძელებ ბრძოლას. არა, მე მინდა უბრალოდ ვისაუბრო იმ ძალიან პოზიტიურ დავიწყოთ თუ როგორ არის? აი მოკლედ რო თქვა შედეგს რა ძალიან მოკლედ რა შედეგები ამ თქვენთან რა შედეგები უნდა ნუ ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა ფაქტობრივად ამომწურავად ისაუბრეს ყოველივე იმ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, რომელიც ამ კამპანიას ეხება, კერძოდ ჩვენ ვაპირებთ მოსახლეობის ფართოდ ინფორმირებას თუ რა არის ეს მოსმენები, თუ ვის უსმენენ, როგორ უსმენენ, როგორ ხდება მოსმენები და რა ნეგატიური შედეგები მოყვება იმ კანონს, რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა. ბატონმა ლაშამ ისაუბრა ძალიან კარგად იმ დაგეგმილი ღონისძიებების მთავარი მიზანი ეს არის სრული რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროსი და პროკურატურის. ეს არის არა მარტო კანონზე მუშაობა, არამედ მთლიანად, როგორც გითხარით, დემოკრატიზაცია იმ ძალოვანი სტრუქტურების, რომელიც ჩამოთვალეთ. ეს იყო დაპირება, ეს იყო შეპირება მოსახლეობისთვის, ეს იყო სამოქმედო პროგრამის ნაწილი, რომელიც ჩვენ ქართულმა ოცნებამ შემოგთავაზა არჩევნების წინ და ფაქტობრივად ამ მიმართულებით თუ არ ჩავთვლით ფასადურ რეფორმას, არაფერი განხორციელებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ რჩება დომინანტ მაკონტროლებელ ორგანოდ ჩვენს ქვეყანაში და ეს არის პრობლემა. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ძლიერი ძალოვანი სტრუქტურები, ჩვენ გვჭირდება ძლიერი საზოგადოება. მხოლოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საწინდარი. ამიტომ ჩვენი მუშაობა მიმართული არის აი ამ მხრივ, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც იქნება ყოველივე პოზიტიური შედეგის მომტანი. რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აქ იგულისხმება უშიშროების სისტემის გამოყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროდან და რეალურად იმ მოდელის მიღება, რომელიც კარგად არის აპრობირებული დასავლეთში. ანუ ეს იყო დაპირება და ჩვენ ამ დაპირებას ველოდებით, იმიტომ რომ ამ ხრივ არაფერი ფაქტობრივად არ განხორციელებულა. დაკავებიდან უშვებდნენ იმ პირობით, რომ ის იმუშავებდა სხვადასხვა ადამიანებზე. ეს